ჩვენ გონია რომ თამაშ დამოკიდებული ვართ, ან ნარკოტიკ დამოკიდებული ვართ, ან რაღაცაზე დამოკიდებული ვართ. სინამდვილეში კონკრეტულად ჩვენ თამაშზე ან ნარკოტიკზე ან სხვა რამეზე არ ვართ დამოკიდებული. საქმე გაცილებით ღრმად და გაცილებით სხვა რამეშია, ვიდრე ჩვენ წარმოგიდგენია. გავშალოთ შენი გონის სტრუქტურაში რაც სრულ პროგრამებია ჩადებული. ამბობ ესეთ რაღაცას. ადამიანს ვერ მაჩვენებ, ვისაც საკუთარ თავზე ბრძოლა მოგებული აქვსო. ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე, არაადეკვატური რეალობა, რომელიც ჩაიბეჭდე თავში. რას ნიშნავს საკუთარ თავზე გამარჯვება შეუძლებელია და რას ნიშნავს ვერ გაჩვენებ ადამიანს, რომელმაც საკუთარ თავზე გაიმარჯვა. საკუთარ თავზე გამარჯვების უამრავი და უთვალავი ფაქტია. მაგრამ რატომღაც შენ ამას ვერ ხედავ და ეს ცრუ აზრი ჩაიდე გონში. და ეს ცრუ აზრი შემთხვევით არ გიდევს გონში. ამას თავისი მიზეზები აქვს და ყველაფერს მივყვები. სინამდვილეში ლუდომანია და ნებისმიერი ნეგატიური დამოკიდებულება არ წარმოადგენს მიზეზს. მიზეზი არ არის არც თამაში, არც ნარკოტიკი, არც ის ობიექტი, რაზეც ვართ დამოკიდებული. არამედ მიზეზი ის არის, რა აზრებიც გვაქვს თავში, არასწორი პროგრამები და რა აზრების გამოც გარკვეულ ილუზიაში ვიმყოფებით და მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად მასზე ვართ დამოკიდებული. როგორც ახლა გააჟღერე, რომ ადამიანს ვერ მაჩვენებ, რომელმაც გაიმარჯვა საკუთარ თავზე. ესეც სრული სიცრუე. ეხლა მივყვები და გავშლი კიდე რა სიცრუეები გაქვს შიგნით. ჩადებული, რომელიც ამყარებს შენს დამოკიდებულებას ლუდომანიასთან და არა ის რომ ლუდომანიაზე ხარ დამოკიდებული. შენ ხარ დამოკიდებული შენს შეხედულებებზე, რომელიც ჩამოგიყალიბა გარკვეულმა ძალებმა. შეხედულება ნომერი 2. აჟღერებ ესეთ ფრაზას, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს აზარტული თამაშებიო. როგორ შეიძლება ბედნიერებას განიჭებდეს ის, რაც გტანჯავს, შენს ირგვლივ მეგობრებს აზიანებს, ოჯახის წევრებს სტრესავს და რის გამოც აქ მოხვედი და კითხვას ვსვამ, შენ ხო აქ შემთხვევით არ მოსულხარ? რაღაცამ შეგაწუხა უკვე, რაღაცამ გიბიძგა რომ აქ მოსულიყავი და ჩემთან კითხვები დაგესვა, რადგან გინდა რომ აქედან განთავისუფლდე, მაგრამ სანამ შენ აჟღერებ რომ ადამიანს ვერ მაჩვენებ, რომელმაც საკუთარ თავზე გაიმარჯვა, თამაში სიამოვნებას მანიჭებს და რა ვქნა, სანამ ესეთ გაუცნობიერებელ არასწორ პროგრამებს აჟღერებ საკუთარ თავში. შენ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებ ლუდომანიაზე, რადგან შენ უკვე ამ სიტყვებში და ამ რწმენებში დამარცხდი. და მუქი სწორედ აქ ამარცხებს ადამიანს და არა ლუდომანიაში. ლუდომანია, აზარტული თამაშების მიდრეკილება უბრალოდ ის შირმა, რის უკანაც იმალება ბნელის ინფორმაციული სქემა, რომელიცაც ადამიანს თავში უდებს. ეს ცრუ პროგრამები, შეხედულებები ქმნის შენს დამოკიდებულებას თამაშზე და არა თავად თამაში. ბნელს შეყავხარ ინფორმაციულ ლაბირინთში. რა გააჟღერე პირველ ფრაზაში? შენ თქვი ის, რომ ლაბირინთიდან გამოსავალი არ არსებობს. ლაბირინთში თუ შეხვედი, ესე იგი გამოსავალიც არის. და თუ რამე გეუბნება, რომ გამოსავალი არ არსებობს, ესე იგი გატყუებს. რადგან გამოსავალი არსებობს ყოველთვის, რადგან შესავალი არსებობს და აქედან გამომდინარე გამოსავალი არსებობს ყოველთვის. ესე იგი, სინამდვილეში შენი გონის სტრუქტურაში რა პროგრამირდება? გეუბნება, რომ გამოსავალი არ არსებობს ლაბირინთიდან, თან ამ ლაბირინთში ბედნიერი ხარო. ეს ორი ფრაზა უკვე ისეთი ცრუ და ტოქსიკურია შენი გონის სტრუქტურისთვის, რომ ჩათვალე, რომ ვერავინ ვერ დაგეხმარება. ერთ შენი თავი ვერ დაგეხმარება, ვერავინ ვერ დაგეხმარება იმაში, რომ აღარ ითამაშო. შეიძლება კითხვა დასვათ, მაშინ კაზინოში რო ვთამაშობ, ან რაღაც დამოკიდებულება რომ მაქვს, ბედნიერებას რა მანიჭებს? ეს რა არის? ეს ფიზიკური შეგრძნებები რა არის? ბედნიერების შეგრძნებას გაძლევს ბიოლოგიური ნარკოტიკები. დოფამინი, კორტიზოლი, ფეხბურთის თამაშის დროს რა ხდება? კაზინოში თამაშის დროს რა ხდება? ჯერ ბედნიერი ხარ, შემდეგ უბედური. ბედნიერი ხარ, უბედური. და ამის ფონზე ხდება ჩვენს ორგანიზმში ბიოლოგიური ნარკოტიკების გამოყოფა, ბიონივთიერებების გამოყოფა, რომელიც ფიზიკურად ნარკოდამოკიდებულს ხვდის ჩვენს ბიოლოგიურ ჰორმონალურ ნარკოტიკებზე. და ბედნიერებას ეს განიჭებს. უпростоრედ ბედნიერების ილუზიას გიქმნის. მოიგე, გამოიყო დოფამინი. დოფამინი იწვევს სიამოვნების შეგრძნებას, ეიფორიას. წააგე, გამოიყო კორტიზოლი. კორტიზოლი არის ნეგატივის ნივთიერება, სტრესის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს აზიანებს, მაგრამ პარალელურად მაინც ნარკოტიკი გამოიყოფა. ამ ნივთიერების გასანეიტრალებლად. გესმით? შესაბამისად, მოგების შემთხვევაშიც და წაგების შემთხვევაშიც ადამიანი სიამოვნებას იღებს სინამდვილეში.
სინამდვილეში ფიზიკურ სიამოვნებას. და აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ მართლა ბედნიერს ხდის ეს თამაში. თამაში არ ხდის ბედნიერს, თამაში გიქმნის ილუზიას. თამაში არის როგორც პროგრამა, რომელიც შენს ორგანიზმში წურავს კონკრეტულ ჰორმონებს, რომ კონკრეტული განცდები შეგიქმნას. მაგრამ განცდებს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი ვარდნა ზემოთ და ქვემოთ კორტიზოლი, დოფამინი არაბალანსირებულად ანგრევს ორგანიზმს. სხვათა შორის ფეხბურთიც ანგრევს ორგანიზმს. ეხლა ბევრმა შეიძლება თქვას, რა სიცულელეებს მელაპარაკებ, არა მეგობრებო, თქვენი სიხარული და ნეგატივი, სტრესი, სიხარული, სტრესი, ეს იგივე არის თქვენი წნევა, ზემოთ, თქვენი ორგანიზმი იწელება და იკუმშება. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს ეცვლება ბიოქიმია, ადამიანს ავიწყდება საერთოდ ნამდვილი ბედნიერება რა არის. და გონია ახალი ბედნიერება, რომელი ბედნიერებაც ბრჭყალებში ადამიანს ანადგურებს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ესე იგი, პირველი თანხმდებით, რომ ლაბირინთი და გამოსავალი არსებობს. ეს პროგრამა უნდა შეცვალო. მარტივად რო გიპასუხო მეორე ნათქვამზე, რომ სიამოვნებას მანიჭებს კაზინოში თამაში, შენ სიამოვნებას კი არ განიჭებს კაზინოში თამაში, შენ გგონია, რომ სიამოვნებას განიჭებს კაზინოში თამაში. და ეს გადაწყვეტილება შენ კი არ გაქვს მიღებული, შენს ნაცვლად სხვას აქვს მიღებული. ბნელ ძალებს. შესაბამისად, შენ ახლა აქ უნდა დასვა კითხვა. ვიცი მე რა არის ბედნიერება? ვიცი რა არის ნამდვილი სიამოვნება თუ ეს მგონია სიამოვნება? ესეთი კითხვების დასმას რო დაიწყებ, მე უკვე გააცნობიერებ, რომ ის შეხედულებები, რაც გაქვს თავში, არის ცრუ, რადგან აღმოაჩენ, რომ ეს არ ყოფილა გემრიელი. გემრიელი სხვა რაღაც ყოფილა. და აღმოაჩენ, რომ რაღაც სალაფავს მიირთმევდი და გეგონა, რომ გემრიელი იყო. და სანამ ამას არ აღმოაჩენ, მაქამდე ვერ მიხვდები, რომ ნეხს მიირთმევ. სანამ ნეხს არ გაშიფრავ, სანამ ნეხს ილუზიას არ მოხსნი და არ დაინახავ, რომ თეფშზე გიდევს ნეხვი, მაქამდე გეგონება ეს უგემრიელესი კერძი. მაგრამ როგორც კი აცნობიერებ შიგნით საკუთარ პროგრამებს, რომელიც ცრუ არის და ჩანერგილია გარედან, მაშინვე აცნობიერებ შენს წინაშე რა დევს. უკვე ილუზია იშლება. ილუზია უნდა ჩამოშალო შენში, რომელიც ცნობიერშია ჩალაგებული გარე პროგრამების მიერ, გარე ძალების მიერ. როგორც კი ილუზია იშლება შენს გონებაში, ის შეხედულებები, რასაც აჟღერებ, როგორც კი აძევებ შენი თავიდან, მაშინვე მოდის ჭეშმარიტი და მაშინვე ხვდები რა არის გემრიელი, რა არის უგემური, რა არის ბედნიერება, რა არის უბედურება. ამიტომ შენ ახლა ერთი რაღაც უნდა გააცნობიერო, შენ უწოდებ იმას ბედნიერებას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, რადგან სიზმარში ხარ ამ შეხედულებით. ესეთ წვრილმანებში ინახება თქვენი თავისუფლების გასაღები, პროგრამებში, რომელიც ტოქსიკურია ჩვენს თავში და რომელიც არ გვათავისუფლებს. ვიღაცა ახლა მოვა შენთან და გეტყვის, არ ითამაშო, შენი წყაროს დაბინძურების სათავეს უნდა მიადგე და არა იქ სადაც ჩამოედინება. კაზინო და ლუდომანია ეს უბრალოდ მეორე ხარისხოვანი მიზეზია, გამოვლინებაა. თავარი წყაროს სათავე, სადაც ბინძურდება, სხვა რამეა, რასაც ახლა აღწერის. გულწრფელობა უნდა გამოიჩინო საკუთარ თავთან, იმისთვის რომ მიიღო ჩემი ნათქვამი. რადგან გულწრფელი თუ არ ხარ საკუთარ თავთან, შენ ვერ მიიღებ ჩემს ნათქვამს. ვერ გამოხვალ იმ ცრუდან, რაშიც იმყოფები. და მოდი შევთანხმდეთ, შენ გულწრფელი არ ხარ საკუთარ თავთან. რატომ? შენ ისეთი სიცრუე უთხარით შენს თავს, რომ შენ ვერ მოხვალ ჩემთან და ვერ მეტყვი, რომ გულწრფელი ვარ ჩემ თავთან. თუნდაც იმ ერთი ფრაზით, რომელიც გააჟღერდა, ეხლა რამდენი არაგულწრფელი ფრაზა გექნება, შიგნით გამოჩნდება კიდე ყველაფერი აწი. შენი ერთადერთი მიზანი არის ჭეშმარიტის გაგება საკუთარ თავში. და ჭეშმარიტს როგორც კი გაიგებ, საერთოდ აღარ გექნება თამაშ დამოკიდებულება. გააცნობიერეთ, რომ ნებისმიერი დამოკიდებულება არის ცოცხალი ენერგოინფორმაციული არსი, რომლის უკანაც დგას ბნელი არსი. ნახეთ, შენი დამოკიდებულება და ნებისმიერი ალკოჰოლური დამოკიდებულება იქნება ეს თუ სხვა რამ, ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელიც ადამიანს აზიანებს როგორც შინაგანად, ისე ფიზიკურად, ამის უკან დგას კონკრეტული ცნობიერი, ცბიერი, ჭკვიანი, ბნელი არსი, რომელიც გილაგებთ აზრებს თავში ისე, რომელიც გარედან გაწვდით აზრებს ისე, რომ თქვენ აქედან გამოსავალი ვერ იპოვოთ და რომ ისეთი სიბრიყვეები მიიღოთ, როგორიც ახლა გააჟღერე. უკვე იმ დონეზე უგვარებს ბნელი ადამიანს, რომ სისულელეებსაც აჯერებს. ოღონდ ამ სისულელეების დაჯერება ხდება ნენელა
ისე რომ თავად ადამიანიც ამას ვერაცნობიერებს. გავიგე რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ და გისმე და ჭკვიანი ხარ, მაგრამ ნახე რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს ადამიანი, ბნელი ისე ულაგებს ადამიანს რომ ბოლო დონის სიბრიყვეს აჯერებს. აქ ადამიანის ინტელექტზე კი არაა ცალკეულად საქმე, არამედ იმ ტოქსიკური პროგრამების ნენელა მიღებაზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავში უშვებს. და არა იმაში რომ ადამიანია ბრიყვი და რატო აკეთებს ამას, რატო აკეთებს იმას და ასე შემდეგ. ნებისმიერი აზარტული თამაშის დემონი და ცალკე არიან აზარტული თამაშის დემონები, ნარკოტიკების დემონები, ამ ყველა პროცესების უკან დგანან კონკრეტული თემატიკის დემონები, რომლებსაც თავის კონკრეტული სამუშაო პროცესები აქვს და მუშაობენ ამაზე. ნებისმიერი დამოკიდებულება დაპროგრამებულია გამღიზიანებლებზე და ეხლა ვაგიხსნით რა არის გამღიზიანებლები. მაგალითად, მიირთვით საკვები, დანაყრების შემდეგ გააბოლეთ სიგარეტი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ თქვენ უკვე დაპროგრამდით ამაზე. შესაბამისად, როგორც კი საკვებს იღებთ, საკვები თქვენთვის ხდება გამღიზიანებელი, იმისთვის რომ შემდეგ მოწიოთ. ლუდომანიაშიც, ალკოჰოლშიც, ნარკოტიკებშიც და ნებისმიერ ნაწილშიც ბნელები იყენებენ გამღიზიანებლებს. უპროგრამებენ ადამიანს. მაგალითად, სიგარეტი ავიღოთ. თუ ადამიანმა საკვები მიირთვა, ბნელი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ საკვების მიღების შემდეგ ადამიანს მოანდომოს სიგარეტი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მე უკვე ამაზე ენერგიას აღარ ხარჯავს. დააპროგრამა ადამიანი იმაზე, რომ საკვების შემდეგ მოწიოს სიგარეტი. უკვე აღარ ჭირდება ბნელს, რომ აბა თავში ენერგია გაუგზავნოს. აზრები რომ მოწიე აღარ ჭირდება. ადამიანი საკვებს რეგულარულად იღებს და საკვების შემდეგ ავტომატურად ადამიანს უნდება მოწევა. მიხვდით? ანუ ისეთი პროგრამა შეუქმნა ბნელმა, რომელზეც შემდეგ აღარ ჭირდება მუშაობა. თავად ადამიანი აკეთებს ამას გამღიზიანებლის შექმნით. სად მივდივარ? ჩვენ უნდა ვიპოვოთ შენში რა იწვევს თამაშის გაღიზიანებას. რა გაღიზიანებს, რაც შემდეგ განდომებს თამაშს. შენ თამაში კი არ გინდება. გამღიზიანებელია რაღაც შენში, რომელიც თამაშის სურვილს იწვევს, რომელიც ბნელმა დაგიპროექტა. ბნელმა შენ რაში დაგიპროექტა ლუდომანი. რაღაცა გიბიძგებს იმისთვის რომ ითამაშო და არა ის რომ თამაში გინდა. თამაში კი არ გინდა, სხვა რაღაც გიბიძგებს, როგორც სიგარეტის შემთხვევაში საკვების მაგალითი მოგიყვანე. ნებისმიერმა დამოკიდებულმა ადამიანმა უნდა დაადგინოს რა ანდომებს დამოკიდებულებას. და უნდა დაანებოს თავი რომ მაგალითად ან ნარკოტიკი უნდა, ან თამაში უნდა, ან ალკოჰოლი უნდა. ამ კონკრეტულ სახელებს უნდა შეეშვას და სანამ ეს მოუნდება, რატომ მოუნდა, რის შემდეგ მოუნდა. საკვების მიღების შემდეგ მოუნდა სიგარეტი, თამაში რის შემდეგ მოუნდა, რა იგზნო მაქამდე და ის არის მიზეზი, ის არის გამღიზიანებელი, რაც შემდეგ ანდომებს დამოკიდებულებას ადამიანს. მიზეზი სხვა რაღაც არის, რაც მაქამდე იწვევს ამ სურვილს, რომ ითამაშო ან ალკოჰოლი დალიო ან სხვა რა. უნდა დადგინდეს მიზეზი, საიდან დაიწყო თამაშის სურვილი, საიდან დაიბადა, რამე ჩავარდნა ქონდა, საიდან დაიწყო დამოკიდებულება და რა მიზეზის გამო. ოღონდ ეს საბაზისო პასუხები მოვიწყინე, იმიტომ მივიღე ნარკოტიკი, მოვიწყინე თამაში, მაგიტომ ეს არ არის მიზეზი. მიზეზი არის გაცილებით ფუნდამენტური და ის უნდა იპოვოთ. და ეს რო იპოვო, საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდე. შენ თამაშს კი არ უნდა შეეშვა, ამას ვერ იზამ. შენ საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდე და იპოვო მიზეზები და გამღიზიანებლები, რაც იწვევს შენში სურვილს რომ ითამაშო. მე გაჩვენებთ ლაბირინთიდან როგორ გამოხვიდეთ, მაგრამ ლაბირინთიდან თქვენ სხვა ვერ გამოგიყვანთ. ლაბირინთიდან თქვენ უნდა გამოხვიდეთ. ნახეთ, მე და ნებისმიერი ადამიანი გავს იმ ადამიანს, რომელიც ლაბირინთის გარეთ დგას. შესაბამისად, ლაბირინთიდან შიგნით ვერავინ ვერ შემოვა თქვენთან და ვერ გაგიყვანთ გარეთ. ერთადერთი მე რაც შემიძლია გითხრათ, რომ გაჩვენოთ გზა გარედან, გიკარნახოთ, აქედან გადი, იქიდან გამოდი, ეს გააკეთე ის. ხვდებით, მე ვერ გამოგიყვანთ ლაბირინთიდან, ვერც ვერავინ ვერ გამოგიყვანთ ლაბირინთიდან. თქვენ უნდა გამოიყვანოთ ლაბირინთიდან თქვენი თავი. ეს გააცნობიერეთ ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ გარეთ, თქვენ ხართ შიგნით. მე თუ ვარ ლაბირინთში რაღაცაში, სხვა თუ რაღაც აზრებს მეუბნება, ის ლაბირინთის გარეთ არის. ის ვერ შემოვა შიგნით და ვერ გამიყვანს გარეთ. მე უნდა გავიდე გარეთ. მე უნდა დავხარჯო ძალისხმევა. მიხვდით? ამიტომ ეს საკვანძო მომენტი გააცნობიერეთ, რომ სხვა ადამიანი თქვენ ვერ დაგეხმარებათ ფიზიკურად, ვერ გამოგიყვანთ თამაშიდან. შეიძლება თქვა რომ რა უსამართლოა ცხოვრება, ხო შეიძლება ვიღაცამ გამომიყვანოს ლაბირინთიდან, ან უფალმა გამომიყვანოს ლაბირინთიდან. უფალი არ გამოგიყვანს შე ლაბირინთიდან, იმიტომ რომ თლიანი სტრუქტურა ესე არ არის მოწყობილი. შენ რომ შენი ფეხით, შენი ნებით შეხვედი ამ ლაბირინთში,
შენვე უნდა გამოხვიდე შენი ფეხით შენინებით ამ ლაბირინთიდან. რატო იცი? შენ ეხლა უფალმა რო გამოგიყვანოს ლაბირინთიდან, ისევ ლაბირინთში შეყოფ თავს. გამოგიყვანა, ისევ ლაბირინთში შეყოფ თავს. გამოგიყვანა, ისევ ლაბირინთში შეყოფ თავს. რატო იცი? იმიტომ რომ შენი ფეხით არ გამოსულხარ ლაბირინთიდან და არ იცი ლაბირინთიდან გამოსვლა. და აქედან გამომდინარე ჩათვალე რომ ხეიბარი ხარ და უფალს არ სურს რომ შენ ხეიბარი იყო. უფალს სურს რომ შენ იყო ძლიერი. ამიტომ ნება რომ მოგცა, შენ რომ შეხვედი ლაბირინთში, შენი ფეხით უნდა გამოხვიდე ლაბირინთიდან და მერე უკვე აღარასოც აღარ შეხო ლაბირინთში. ამაშია მთელი ამ სამყაროს ცოდნის და გაცნობიერების იდეა. ამიტომ უფალს და სხვა დანარჩენს დაანებე თავიდან, უგექნება უკმაყოფილება, რატო არ მეხარება უფალი. აქ სხვა კანონზომიერებები მიმდინარეობს, მაგას შენ ვერ ჩაწვდები და უბრალოდ ირწმუნე და დაიჯერე, რომ ის რაც არის კანონები ამ სამყაროში, მაგაზე მაგარს შენ უბრალოდ ვერც მოიაზრებ თავში. იდეალურად არის ეს სამყარო მოწყობილი, უბრალოდ ჩვენ არ გვყოფნის გაცნობიერება იმისა თუ რა რატომ ხდება. და პირველ რიგში იმიტომ არ გვაქვს გაცნობიერება, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ რა არის ნება. არ არის ეს გაცნობიერებული ბოლომდე. როგორც კი აცნობიერებ ნება რა არის, ყველაფერს აცნობიერებ სამყაროში. ყოველ შემთხვევაში სამყაროს აგებულების ძირითად პრინციპებს აცნობიერებ. დამოკიდებულება არ არის ფიზიკური ობიექტი. დამოკიდებულება არის ინფორმაციული პროგრამები, რომელიც თავში გვაქვს ჩადებული და რომელიც გარედან არის ხელოვნურად ჩანერგილი ჩვენში. გააცნობიერეთ, რომ თქვენს თავში ფიქრების 99% რაც მოდის, თქვენი არ არის, გარედან არის შემოსული. მეცნიერება დაამტკიცეს ეს უკვე ოფიციალურად და მეცნიერების დამტკიცება არ გვჭირდება, ეს ისედაც ესეა, გარედან არის შემოსული აზრები, რომელიც ჩვენი გონია და ჩვენი თავი გონია. თქვენი ნეგატიური ფიქრები თქვენი არ არის, გარედან არის შემოსული და ასაღებენ თქვენად. ლუდომანებმა უნდა გააცნობიერონ ეს ფაქტი, რომ მიჩვეულია არაფრიდან რაღაცის მიღებას. შესაბამისად, ლუდომანების უმრავლესობას თუ სურს რომ თამაში თავი დაანებოს, მიაჩნია რომ უცებ არაფრიდან უნდა მოხდეს ამის მიღებაც. ამიტომ პირველი პროგრამა ასევე რაც უნდა ამოიღო თქვენი თავიდან არის ის, რომ არაფრიდან რაღაცას მიიღებ. მიხვედი კაზინოში რაღაც მოიგე არაფრიდან. არაფრიდან რაღაცის მიღების პროგრამაც გიდევს თავში, რომელიც უნდა გაანადგურო, რომელიც ხელს შეგიშლის იმაში, რომ ეს პროგრამები გააცნობიერო. რატო? იმიტომ რომ შენ მიჩვეული ხარ ფაერიდან მიიღო შედეგი და ეს ხელს გიშლის იმაში, რომ ძალისხმევა და შრომა დახარჯო რაღაც გაცნობიერებებთან მიმართებაში. მიჩვეული ხარ უფასოდ მიღებას მოგების ხარჯზე. გესმის? ეს უნდა ამოზირკო, რომ არაფრიდან მიიღებ რაღაცას. არაფრიდან ვერ მიიღებ ვერაფერს. რა წუმპეშიც შეტოპე, იმ ეკვივალენტით უნდა გამოტოპო უკან შრომით. ადამიანს უკვე რომ უნდა რომ დაანებოს თავი, არაფრიდან უნდა დაანებოს თავი, უნდა რომ წკაპ და უცებ დაანებოს თავი. შრომის გარეშე, ძალისხმევის გარეშე, ეს პროგრამაც უნდა ამოიღო. ეს ყველაფერი ეხა რაზეც ვსაუბრობ, უნდა ჩამოწერო კვანძებად და განახორციელო. და რა შრომასაც ხარჯაო კოლოსალურს იმისთვის, რომ კაზინოში არ წახვიდე, ამაში დახარჯაო იმის ნახევრის ნახევარს და კაზინოში წასვლა აღარ მოგინდება უბრალოდ. რადგან მიზეზი გაქრება. კაზინო არ არის მიზეზი. მიზეზი ის ცრუ პროგრამებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც თავში გიდევს და ჩაგიდეს გარედან. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ან აკეთებ, ან არ აკეთებ. ხშირად არის ადამიანში ცრუ პროგრამა, ბნელი აკეთებს ამას. და რას ეუბნება? მოდი აბა ცოტა ვითომ ცადოთ რაღაც. ცადოთ სიტყვა ამოიღეთ საერთოდ. ან აკეთებ, ან არ აკეთებ. ადამიანი ვცდიო რომ ამბობს უკანა გასასვლელ კარებს იტოვებს და ყველა ვარიანტში იმ უკანა კარებიდან გადის, ვინც ამბობს ვცდიო. ადამიანი რომ მოდის თქვენთან და გეუბნება ვცდიო, ცადოთ აბა რა გამოვა, ის არ გააკეთებს 90%, რაზეც გითხრა რომ ვცდიო, რადგან ცდა სიტყვა ნიშნავს იმას, რომ უკან დასაყრელ გზას იტოვებს და უკვე გადაწყვეტილი აქვს, რასაც აპირებს. უბრალოდ უნდა რომ თავი მოიტყუოს, ვითომ ცადა, ვითომ ძალისხმევა ჩადო. იმიტომ თუ დაიწყებ, ან აკეთებ, ან არ აკეთებ. მორჩა, მოდი მე ვცდი, ცრუა, ნუ მოატყუებ საკუთარ თავს, საკუთარ თავთან იყავი გულწრფელი, რა გითხარი დასაწყისში. თითოეული კვანძი, რასაც ვამბობ, ჯაჭურად არის გადაბმული იმასთან, რასაც ავხსენ. რომელიმე რო ამოიღოთ, აზრი არ აქვს იმის გაკეთებას, რასაც მე ვამბობ. ამიტომ გულწრფელობის კვანძი მნიშვნელოვანი არის და ან აკეთებ, ან არ აკეთებ. ნუ მოატყუებ შენ თავს, ვცდი და მე ვითომ რაღაცას ვცდი და არ გამოვიდა. ეს არის ტყუილი, ცრუ. ეს მცდელობა არ არის, ეს არის ბნელი გატყუებთ ესე საკუთარ თავში. რატო არის, რომ საკუთარი თავი უნდა დაამარცხო ყველაზე მეტად და მაშინ იმარჯვებოს. სინამდვილეში საკუთარი თავი კი არ უნდა დაამარცხოთ. გარე პროგრამები, რაც ჩაგვინერგა სისტემამ, ბნელმა, ეს პროგრამები უნდა დავამარცხოთ საკუთარ თავში და არა საკუთარი თავი და გავაძევოთ უნდა ჩვენი ცნობიერის ტერიტორიიდან. ეხლა აჟღერებ ეს რაღაცას, რომ მარტო მიწევს ამ ყველაფრის გადატანა და ჩემ თავზე ხდება ეს. საიდან მოიტანე რომ მარტო გიზევს? აქ შენ მარტო არ ხარ. აქ შენი ოჯახის წევრები არიან.
რომლებიც განიცდიან, შენი მეგობრები არიან, რომლებიც ზარალდებიან, შენი გარემოცვა, სტრესი, ანუ შენ მარტო კი არ ხარ. ბნელი შენზე კი არ მუშაობს უბრალოდ და შენ კი არ გსტრესავს. შენ უბრალოდ გამტარი ხარ. თელ შენ სანათესაოს და შენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც უყვარხარ, მათ სტრესავს და მათგან იღებს სასიცოცხლო ენერგიებს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ და ესეც ცრუა, რომ გონია, რომ შენ ხარ უბრალოდ ამ მდგომარეობაში. დედა შენი უფროა ყოშპარულ მდგომარეობაში, ვიდრე შენ. და იმას რომ ამბობ, რომ მარტო მე ვარ აქ, ბნელი გიგვარებს, გატყუებს, რომ შენ ხარ, სხვა არ ზიანდება, მე რა მოხდა, მივხვდი, ანუ ეს ცრუ პროგრამები უნდა ამოიღო. შენ მარტო კი არ ხარ, შენი გარემოცვა, შენი ყველაფერი ირგვლივ ვისთანაც გადაკვეთა გაქვს, ჩათვალე რომ ყველას აზიანებს ეს. ამიტომ ესეც მხედველობაში იქონიე, რომ მარტო ამაში შენ არ ხარ, არამედ ვისაც იცნობ, ისინიც ამ დღეში არიან შენს გამო, შენ რომ უყვარხარ იმის გამო. ნახე რა დოზის მკრეხელობა თქვი დასაწყისში, რომ მეო თამაშიო ბედნიერებას მანიჭებსო. შენ რასაც ბედნიერებას უწოდებ, შენი ოჯახის წევრების და გარემოცვის უბედურების მიზეზია. ნუ რეალურად ეხა მე ვხედავ იმ ბნელს როგორ ხარხარებს, როდესაც პირიდან ესეთ რაღაცას გათქვევინებს. გესმის? შენ სულზე საერთოდ არაფერს ვამბობ, რომელსაც ხედავ გალიაში არის და ყვირის უბრალოდ და ბხავის. შენი ოჯახის წევრების წამებას უწოდებ ბედნიერებას იმით, რომ თამაში ბედნიერებას განიჭებს. ეს თამაში რას იწვევს? გარემოცვაში და შენს თავში უბედურებას. და შენ ამას ბედნიერებას უწოდებ? დაფიქრდი რას უწოდებ? საერთოდ უნდა გადააფასო და გადაახარისხო შენი შეხედულებები დღეიდან. იმიტომ რომ აშკარად შენი შეხედულებები და ეს ყველა ლუდომანს და ყველა დამოკიდებულ ადამიანს ეხება. შენი შეხედულებები არ არის ის ჭეშმარიტი, რაც შენ გონია და შესაძლებელია. აზრის ლაბირინთიდან გამოდი და შედი იმ აზრში, რომელიც არის ჭეშმარიტი სიმართლე, გულწრფელი. თავი დაანებე იმას, რაც გონია რომ იცი და ახლებურად დაიწყე გაცნობიერება ყველაფრის. შენ უნდა გაარკვიო, რა ცნობიერის ინფორმაციულ ბნელის ლაბირინთში ხარ. უნდა გამოხვიდე იმ ლაბირინთიდან, რა ინფორმაციულ ბნელის ლაბირინთშიც ხარ. დამოკიდებულებას შეეშვი კონკრეტული. ის არ არის მიზეზი. მიზეზი ეს არის. შენი ყველა პასუხები გავაცნობიერე, გავშალე და საფეხურებად მივყვები. დავიწყოთ იმით, რომ სიტყვები, რასაც აჟღერებ წმენაში, ეს არის ის რეალობა, რასაც შენ ქმნი. სულ რო შენ მთელი შენი ძალისხმევა დახარჯო იმაში, რომ არ ითამაშო, შენ მაინც ითამაშებ. რატომ? იმიტომ რომ ისეთ სიტყვებს აჟღერებ ლოცვასავით. თქვენ რა გონიათ, რომ ლოცვა მუშაობს და ესეთი სიტყვები არ მუშაობს? ლოცვა და ესეთი სიტყვები ერთი ძალით მუშაობს, იმიტომ რომ სიტყვას აქვს ძალა, შენი პირის ბგერიდან გამოსულ სიტყვას აქვს ძალა და არა ცალკეულად ლოცვას. გააცნობიერე ეს და ლოცვას რო ამბობ მუშაობს და ცუცს რო ამბობ მუშაობს და რწმენას რაღაცას რო აჟღერებ მუშაობს და შენ რო ამბობ რომ საკუთარ თავზე გამარჯვება შეუძლებელიაო, სულ რომ კოლოსალური ძალისხმევა დახარჯო, მაინც ვერაფერს ვერ გახდები, იმიტომ რომ შენ თავად გაცემ ბრძანებას, რომ გამოსავალი არ არსებობს. მორჩა დაანებე თავი. ეს ფრაზა თუ არ შეცვალე და ესეთი სიტყვები თუ არ აკონტროლე, არასწორი რწმენები თუ არ ამოიღე საკუთარი თავიდან, ამ რწმენას ამყარებ, ვერაფერს ვერ შეცვლი. დაიმახსოვრე ეს, დაიმახსოვრე, ვერაფერს ვერ შეცვლი. შენივე პროგრამა არ შეგიცვლის. არაფერს სანამ შენ არ შეცვლი, შენს თავში ამას. უნდა დაიწყოს სიტყვების კონტროლი და ფიქრების კონტროლი. რომ გამოკითხე, თამაშის სურვილს რა იწევს თქო, გაიხსენეთქო, მეუბნები ესეთ რაღაცას, რომ როდესაც ხედავ, რომ ჩემზე წარმატებულები არიანო, ამის ფონზეო საკუთარ თავს წარუმატებლად გრძნობო. რის შემდეგაც თამაშის სურვილი მიჩნდებაო. ესე იგი რა გამოდის? ერთ-ერთი მთავარი გამღიზიანებელი, რის გამოც შენ თამაშის სურვილი გიჩნდება, იმყოფება იქ, რომ სხვა ადამიანის წარმატებას რომ ხედავ, შენ თავს წარუმატებლად გრძნობ და ეს გიჩენს თამაშის სურვილს. ესე იგი ეს არის გამღიზიანებელი. ბნელი პირველ რიგში შენში იყენებს კონკურენციის არაბალანსირებულ მდგომარეობას იმისთვის, რომ თავი უიღბლოდ იგრძნო, რომ შემდეგ მოგინდეს თამაში. შენ თამაში კი არ გინდება, კაზინოთი ცდილობ დააკომპენსირო ის, რის დაკომპენსირებას ცდილობ კონკურენციის შედეგად გამოწვეული დანაკლისის შეგრძნების შედეგად. შენ კონკურენციის შეგრძნება უნდა დააბალანსო შენს თავში, ან ამოიღო შენი თავიდან სრულად. დაიწვევს ამ კონკურენციის დანაკლისის განცდას. ჩემთან ერთად საქმე ვინც დაიწყო, მათო 10-ჯერ მეტი შედეგი მიიღესო, მეო 10-ჯერ მეტი მათზე ცოდნა მაქვსო, რაც დანამდვილებით ვიცი რომ ესია, მაგრამ მიზეზი რაშია? რომ მათ 10-ჯერ მეტი შედეგი
შედეგი მიიღეს შენზე და 10 ჯერ ნაკლები ცოდნა აქვს შენზე. მაშინ რანაირად მიიღეს ეს შედეგი მათ და შენ ეს შედეგი რატო ვერ მიიღე? სად არის სამართალი, სად არის ლოგიკა? მაგრამ ლოგიკა არის. ამ სამყაროში ყველა ადამიანი იმ ექვივალენტის შედეგს იღებს, რა ექვივალენტის ენერგია, ძალისხმევა და ინტელექტი ჩადო. საქმე იქნება ეს თუ სხვა რამე მნიშვნელობა არ აქვს. მიზეზი რაშია? ჩვენ ყოველთვის გარეთ ვეძებთ მიზეზს. მაგრამ მიზეზი შენშია, შიგნით. ის ადამიანი, რომელსაც შენზე 10 ჯერ ნაკლები ცოდნა აქვს და 10 ჯერ მეტი შემოსავალი, ის ადამიანი თავის ღვთიურ ენერგიას, თავის ძალას, თავის კონცენტრაციას აქსოვს საქმეში. მაგრამ შენ იმ 10 ჯერ მეტ ენერგიას, რაც გააქვს ფიქრებში, სიყვარულში და ასე შემდეგ, აქსოვ თამაშში. შენი ენერგია მიდის ბნელებთან და რაც არ უნდა 100 ჯერ მაგარი იყო ცოდნით იმ ადამიანზე, შენ იღებ რეალურ იმ შედეგს, რა შედეგსაც გაცემ სამყაროში, ვისაც აძლევ შენს ენერგიას. დაიმახსოვრე, რასაც უყურებ, იმას აძლევ სიცოცხლეს. შენ სიცოცხლეს აძლევ თამაშს და აღარ რჩება იმისთვის, რომ წარმატებული გახდე. ანუ ცოდნა გააქვს თავში, მაგრამ ეს ცოდნა არ არის საკმარისი. ამ ცოდნას სჭირდება ენერგია, შესაბამისი მიმართულება, კონცენტრატი. შენ რომ იგივე კონცენტრაციით ჩააქსოვო საქმეში, ეს ენერგია 10 ჯერ მასზე მეც კი არ გააკეთებ, არამედ 100 ჯერ მასზე მეც გააკეთებ. უბრალოდ შენი წარუმატებლობის ფონზე გეჩვენება, რომ იმ მეორე ადამიანს ბევრი აქვს. იმ ადამიანს ბევრი კი არ აქვს. თავისი ექვივალენტის გამომუშავებული აქვს. უბრალოდ შენს ძალებს ვერ ახმარ იქ, სადაც საჭიროა. ამაშია საქმე. ამიტომ შენი ენერგია, ფიქრები, ფინანსები და ყველაფერი მიდის კაზინოში. ღვთიური ენერგია და აღარ რჩება საქმისთვის. მორჩა. ესაა მიზეზი ამის. შენ იმას უნდა იფიქრო, ეს კონკურენცია შენში როგორ გათიშო. რაც იწვევს გაღიზიანებას შენში და შემდეგ გინდება დააკომპენსირო კაზინოში რამე მოგებით. შენ კონკურენცია სახელად ტრიგერი უნდა გათიშო შენს თავში. ეხლა ჩვენ ეს კონკურენცია როგორ უნდა გავთიშოთ? ვის მიმართაც ვარ კონკურენტ განწყობილი, მას უნდა გავუგზავნოთ სიყვარული, მიმღებლობა, რომ ის ადამიანი იმსახურებს ამას, რომ კარგი უსურო უნდა დალოცო. რატო? იმიტომ რომ შენ ეს კონკურენცია რაღაცნაირად უნდა ამოზირკო შენი თავიდან და ეს კონკურენცია რის ხარჯზე ცხოვრობს შენში? იმის ხარჯზე, რომ ის ადამიანი არ მოგწონს, იმ ადამიანის ცოტათი გშურს. ამ საფუძვლებზე დგას კონკურენცია შენს თავში. ამ ადამიანის მიმართ ნეგატიურ განწყობაზე დგას შენი კონკურენცია. ამიტომ შენ ამ ადამიანის მიმართ უნდა შეცვალო კონკურენცია კი არა, არამედ განწყობა. და განწყობას რო შეცვლი, კონკურენციაც გაქრება. ნახე, ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ აზარტულ თამაშებს, კონკურენციას. ნახე, საიდან დავიწყე? აზარტულ თამაშებს კი არ შეეშვეთქო, შეეშვი ცრუ პროგრამებს თქო, ცრუ პროგრამებს კი არ შეეშვათქო, კონკურენცია ამოიღე შენში, რაც ამის ტრიგირებას იწვევს თქო. ეხლა იმას კი არ გეუბნები, კონკურენცია ამოიღე თქო, არამედ კონკურენცია რაზეც დგას, ის ამოიღეთქო. კონკურენცია დგას იმაზე, რომ იმ ადამიანს არ უყურებ მეგობრულად. ნახე, ყველაფერს მივყავართ სიყვარულთან. ბოლოს საკმარისია ეს ადამიანი შეიყვარო როგორც ძმა, არ არის აუცილებელი იძმა კაცო და ხელი გვერდი გადახვიო. უბრალოდ შეიყვარო და ან ნეიტრალში დასვა, რომ კონკურენციაც გაქრება. კაზინოში თამაშის სურვილიც გაქნება, შენს უბუქდება კოლოსალური ძალით. ესე იგი, ერთი სიყვარული შეგრძნებამ ყველაფერი შეგიცვალა, წარმოიდგინე. კონკურენციის საფუძველი რაზეც დგას, ის უნდა დაანგრივა, ანუ იმ ადამიანის მიმართ ნეგატიური განწყობა უნდა ჩამოშალო და კონკურენცია თავად გაქრება უკვე. ნახე, ბნელი იყენებს შენში კონკურენციის სურვილს, რის შემდეგაც გაგრძნობინებს თავს უიღბლოდ, რის შემდეგაც გინდება კაზინოში წასვლა, თამაში, რის შემდეგაც ენერგიას აქსოვ კაზინოში, რის შემდეგაც შედეგს ვერ იღებ საქმეში, ფინანსებში, რის შემდეგაც ისევ გიჩნდება ამ პარტნიორის მიმართ ნეგატიური განწყობა და წრეზე ტრიალებ. ჩაგიკეტა წრე, ნახე, წრეზე ტრიალებ. შენ ეს წრე უნდა გატეხო და ეს წრე რო გატეხო, წყარო რა არის? ის ადამიანი, რომელიც შენში ტრიგირებას იწვევს კონკურენციის. კონკურენცია, რომელიც ტრიგირებას იწვევს თამაშის. თამაში, რომელიც ენერგიას გართვევს და ენერგია, რომელიც არ ყოფნის წარმატებას რომ მიაღწიო და წარუმატებლობა, რომელიც ისევ ამ ადამიანთან ნეგატივს გიქმნის და ნეგატივი, რომელიც კონკურენციის სურვილს გიქმნის, რადგან შედეგი არ გაქვს. მიხვდი? ამბობ ესეთ რაღაცას, რომ წარმატება მჭირდებაო. ფინანსებია წარმატებაო. ფინანსები არ არის წარმატება. წარმატება არის ის, როდესაც შენს შინაგან და გარეგან მდგომარეობა
მდგომარეობას მიყავ ხარ ბედნიერებასთან. ფული შენთვის წარმატება არ არის. ფულით ყიდულობ ნარკოტიკს, ანუ ვერ ითამაშებ კაზინოში. შესაბამისად, ბნელი ეხარ ასაკეთებს. ბნელი ეხა ცდილობს ფული გახადოს შენი არსის მთავარი წყარო, იმიტომ რომ შენ რომ ფული ვერ გამოიმუშაო, კაზინოში აღარ ივლი და ვეღარ გამოგწურავს ბნელი. ამიტომ გეუბნება ბნელი თავში, რომ ფული არის წარმატების მთავარი მაჩვენებელი. კი, ფული არის მაჩვენებელი, მაგრამ წარმატების მთავარი მაჩვენებელი არის შენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება შენში ღვთიურობით, რომელიც უკვე ავტომატურად გაძლევს ფულს, ბედნიერებას და წარმატებას. ხოლო ის შეხედულება, რასაც შენ აჟღერებ, რომ ფულია წარმატება, იმისთვის გჭირდება ეგ შეხედულება, უпростоრედ ბნელმა იმისთვის მოგაწოდა გარედან, რომ შენ ფულზე კონცენტრირდე და არ კონცენტრირდე შენს თავზე და ნამდვილ წარმატებულობაზე. გიმეორებ, რაც გგონია რომ გჭირდება, მთლიანი შენი შეხედულებები უნდა გადააფასო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, შენ სამყარო გაფიქსირებს დაბალ ვიბრაციულ ადამიანად. რატომ? იმიტომ რომ იმ ადამიანის მიმართ, ვის მიმართაც კონკურენცია და ბრაზი გიჩნდება, რომელსაც შენზე ნაკლები შესაძლებლობები აქვს და შენზე მეტი შედეგი მიიღო, შენ მას ესხმი უსამართლოდ თავს. შენ უბრალოდ ნეგატიური განწყობა კი არ გაქვს. შენ ეს ფიქრები რო წარმოგექმნება თავში, ენერგიას უშვებ და მის აურას ურტყამთ და სამყარო რო გიყურებს ზემოდან, შენ მისთვის ხარ მტრულად განწყობილი არსი, რომელიც უმიზეზოდ ურტყამს ისეთ ადამიანს, რომელიც მასზე სუსტია ყველანაირად. ფაქტობრივად, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც აქვს 100 ენერგია და რომელიც ურტყამს 30 ენერგიან ადამიანს, იმ განზრახვით, რომ რატო აქვს ამ 30 ენერგიან ადამიანს წარმატება. შენ იმიტომ არ გაქვს წარმატება, რომ შენ თავად ამ 100 ენერგიას უშვებ კონცენტრაციას, ყურადღებას და სხვა დანარჩენს კაზინოში და უსამართლოდ ესხმი ამ ადამიანს თავს ენერგეტიკულად. და სამყარო რო გიყურებს, შესაბამისად შენზეც უკვე რეაგირებს და სამყარო უკვე ცდილობს იზოლაციაში მოგაქციოს. მოგცა სხვა ადამიანზე მეტი და მაინც უკმაყოფილო ხარ. სხვა საბრალე. იმის ნაცვლად რომ საკუთარ თავს შაუღრმავდე და მიზეზს ჩაწვდე. რატომ საუბრობ ამ თემაზე? ამბობ, რომ მასო მეტი იღბალი აქვს. ნახე, იღბალს ექცევი უდიარად, იღბალმა აგირჩია შენ, იღბალი მოგცა უფალმა სამყარომ და ამ იღბალს ახმარ ბნელებს კაზინოში და კიდევ იღბალზე ხარ ნაწყენი, თუ იღბალი უნდა იყოს შენზე ნაწყენი. გადაალაგ, გადმოალაგე შენი აზრები ისე, რომ ჭეშმარიტებასთან მიხვიდე. ასევე ამბობ, რომ სულსწრაფი ვარ და მოთმინება არ მაქვს. მოთმინება ვერ გექნება, იმიტომ რომ შენი მოთმინება და შენი მშვიდი დაარღვია კაზინომ, იმით რომ დოფამინი, კორტიზოლი, ბიოქიმიური ბალანსი არ გაქვს პირველ რიგში სხეულში. და აქედან გამომდინარე, სულსწრაფობა ამას მოყვება და არა ის, რომ მე ვარ სულსწრაფი. ნახე, ესეც სტარი შეხედულება, რომ სულსწრაფი ვარ და მოუთმენელი ვარ. სულსწრაფი ხარ და მოუთმენელი კი არ ხარ, ეს კი არ ხარ შენ. ეს შეგიქმნა აი ამ კაზინოში თამაშმა და ზოგადად თამაშმა. და სხვათა შორის ფეხბურთის ფანები, რომლებიც ემოციურად შედიან ძალიან ღრმად ფეხბურთის საკითხებში, მათაც იგივე პრობლემები ექნებათ დარწმუნებული ვარ. ამის შედეგად არიან სულსწრაფები, დოფამინი, კორტიზოლი, სტრესი, სიხარული, ანუ ორგანიზმი არის ფაქტობრივად როგორც აი ნავი, რომელიც გამუდმებით ირყევა. როგორ უნდა იყო მშვიდში ისეთ ნავში, რომელიც გამუდმებით ქანაობს მარცხნივ მარჯვნივ. იგივე გჭირს. სულსწრაფი არ ხარ, უბრალოდ შენი ნავი ქანაობს აქეთ-იქეთ, მოგება-წაგებაში. სტრესსა და სიხარულს შორის ქანაობ და სულსწრაფი ამიტომ ხარ. დოფამინის და კორტიზოლის არასტაბილური ბიოქიმია გიქმნის მოუთმენლობას. გვერდითი მოვლენაა აი ამ ყველა პროცესის. ესეც არასწორი შეხედულება. ესე იგი, რაც მოგისმინე მთლიანად შენი შეხედულებები არის არასწორი საკუთარ რეალობასთან მიმართებაში და იპროგრამებ პლუს ამას ცუდ რაღაცებს, რომ სულსწრაფი ხარ. შენ ამითაც ამ ნათქვამით უკვე ბრძანებას გაცემ სამყაროში როგორი უნდა იყოს. ესეც შეცდომა. შესაბამისად, რო ჩამოუყალიბდეთ, არც თამაში გინდა შენ, არც დამოკიდებული არ ხარ მაგაზე, არც სხვა რამ, არც სხვა რამ. უბრალოდ მოგახვიეს თავს ეს პროგრამები ინფორმაციულად და ჩაქსვეს აი ამ ენერგო შავი ხვრელის გენერატორში, რომელიც გამოიმუშავებს კონკრეტული დემონებისთვის ენერგიას. იმიტომ რომ კაზინოში ისეთი ტანჯვები და ისეთი ტკივილები მიდის და ხალხი ისეთ რაღაცეებს კარგავს, რომ მაგ სისტემის უკან დგას სერიოზული იერარქიის დემონები, რომლებიც მართავენ მთლიანად მაგ სტრუქტურას. და მაგ სტრუქტურაში თავის შეყოფა გულისხმობს აი ამ დემონებთან თავის შეყოფას.
და აი ამ ცრუ პროგრამებში თავის შეყოფას. და შენ რომ გონია რომ შენ ხარ ეს, შენ გინდა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, არა. ეს უბრალოდ შენ მოგახვიეს თავს, რომ შენ გინდა ეს ყველაფერი და დამოკიდებული ხარ ამ ყველაფერზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, არც თამაში ხარ დამოკიდებული, არც სხვა დანარჩენზე. უბრალოდ ამ დამოკიდებულებებს და ამ ყველაფერს იწვევს სხვა რაღაც ტრიგირებებს აკეთებს. ამიტომ როგორც კი გააცნობიერებ თუ რა ცრუ სისტემის მექანიზმში იმყოფება თქვენი თავი, მაშინვე მოიხსნით ნებისმიერ დამოკიდებულებას. და არა ის, რომ კონკრეტულ დამოკიდებულებას უნდა ებრძოლოთ. კონკრეტული დამოკიდებულება უბრალოდ შედეგია. კონკრეტულ დამოკიდებულებაზე თქვენ ვერ გაიმარჯვებთ, რადგან კონკრეტული დამოკიდებულების უკან, როგორც უკვე ვთქვი, დგას კონკრეტული მექანიზმის პროგრამები, რომელიც ხელოვნურად არის ჩანერგილი თქვენს თავში გარედან. და სანამ ამ გარე მექანიზმის ჩანერგვის პრინციპს სისტემას არ გააცნობიერებ, რა ჩაგინერგეს, რით დაგაჰიპნოზეს, მაქამდე თქვენ ვერ დაამარცხებთ ვერანაირ მანიას, დამოკიდებულებას. ან დაამარცხებთ და ძალიან დიდი ძალისხმევის ჭიდავის და პროცესების ხარჯზე. თუმცა მე რასაც გეუბნებით, ამ ყველაფერს ისე თუ გააცნობიერებთ, როგორც გეუბნებით, არ დაგჭირდებათ ამდენი ძალისხმევის დახარჯვა, იმიტომ რომ ეს სტრუქტურა აგებულია აი ამაზე, რასაც მე ავხსნერ. და ეს როგორც კი ჩამოიშლება, ყისიერად ქრება დამოკიდებულება. დამოკიდებულება რაზე დგას, ის უნდა დაშალოთ და ის უნდა გაშიფროთ. ყველა ის პროგრამა ეხლა რაც განვიხილე, იმისთვის არის საჭირო, რომ რაღაც ცრუ სისტემაში ჩაჯდე და წინააღმდეგობა არ მოგინდეს. და ესეც ერთ-ერთი არის, რომელსაც მიჟღერებ. ამბობ, რომ დიდადო დიდ ფულებს არ ვაგებობ. თქვათ, ეხლა მიხვედი და ითამაშე 500 ლარი. შენ გონია, რომ 500 ლარი წააგე. სინამდვილეში შენ 500 ლარი კი არ წააგე. წააგე 20,000 ლარი, 500 ლარის ნაცვლად. რატო? ეხლავე აგიხსნე. შენი ენერგიის დიდი ნაწილი, რაც კაზინოზე ფიქრით და ამ დამოკიდებულებაზე ფიქრით დახარჯე, შენი 500 ლარი კი არ არის, 20,000 ლარია სინამდვილეში. 500 ლარის ნაცვლად უნდა გამოგემუშავე ეს თანხა და ეს თანხა იმიტომ ვერ გამოიმუშავე, რომ შენი სასიცოცხლო ენერგიები დატოვე კაზინოში და იმ დამოკიდებულებაში რაშიც ხარ. ამიტომ რომ მოდიხარ და მეუბნები, რომ დიდ ფულს არ ხარჯავ კაზინოშიო, ხო? 100 ლარს თუ ხარჯავ, იცოდე 2,000 ლარს ხარჯავ. იმიტომ რომ 100 ლარის ნაცვლად 2,000 ლარი უნდა გქონოდა. ეს არის სიმართლე. მაგრამ ამის ნაცვლად გეუბნება შენს თავში, ნელი რომ იცი რა, შენ ბევრს არ ხარჯავ, ნუ გეშინია, მაინც ბევრს არ ხარჯავ, ის არის. ბევრს ხარჯავ. უბრალოდ სხვა ეკვივალენტში რომელსაც ვერ აღიქვამ. უნდა გქონდეს იმ 100 ლარის ნაცვლად 2,000 ლარი და შენ წარმოიდგინე, ფულზე ვსაუბრობ და ეხა სხვა რაღაცეებში გადაიტანე პირადი ბედნიერება, სხვა რაღაცეებს ხო კარგავ, ეხა ჯანმრთელობაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ და სხვა დანარჩენზე. დასკვნა 100 ლარს თუ თამაშობ კაზინოში, შენი მომავლის 3,000, 2,000 ლარს თამაშობ სინამდვილეში. იმიტომ რომ იმ 100 ლარის ნაცვლად უნდა გქონოდა 2,000 ლარი. კაზინოში შენ თამაშობ მომავლის წარმატებას და არა იმ კონკრეტულ თანხას. შენი შემოსავალი და შენი წარმატებულობა ამ მომენტით კი არ უნდა შეაფასო, არამედ რა გექნებოდა რომ არა კაზინო. გესმის? ამით უნდა შეაფასო შენი 100 ლარი 2,000 ლარად და რა ის რომ ეხა 100 ლარი გაქვს და 100 ლარს ხარჯავ თქვათ. ასევე მეუბნები რომ არიანო სამეგობრო წერე ყავსო, ერთად ვთამაშობთო. შენ უნდა მოიშორო ყველა ტრიგერი, რაც გატრიგერებს ამ ყველაფერთან. კონკრეტული მეგობრები, რომლებთან ერთადაც თამაშობ, ეს ყველა არის ტრიგერი. ამათ უნდა ჩამოშორდე. მეგობართან მეგობრობა შეწყვიტე, მე არავის არ ურჩე. უბრალოდ თუ მეგობრობას გააგრძელებ მაგ მეგობრებთან ბრჭყალებში, კონკრეტულად უნდა აკრძალო კატეგორიულად. საერთოდ თამაშზე საუბარი შენთან და საერთოდ მაგ თემის შემოთავაზება. ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა შენთან მიმართებაში. მხოლოდ შენთან, თავად რაც უნდა თქვან, მაგრამ ამას თუ არ დაიცავენ, ესე იგი ისინი შენი მეგობრები აღარ გამოდიან და დაანებე თავი. იმიტომ რომ მეგობარი ვალდებულია, რასაც სთხოვ შენ თავთან მიმართებაში, გაგითვალისწინოს. მეგობრის ფუნქცია ეს არის და მეგობარი თუ მეგობრის ფუნქციას არ ასრულებს და ვერ ასრულებს, აღარ გამოდის ის მეგობარი და უნდა დაანებო თავი. ყველა ტრიგერი უნდა მოიშორო. თუ რამე სტიკერი გაქვს თამაშთან მიმართებაში, ფიშკა, აპლიკაცია ტელეფონში დარეგისტრირება, ყველაფერი უნდა მოაშთო საერთოდ. რაც გატრიგერებს, რაც გაგახსენებს. აი, თუ კაზინოში იყავი და იქიდან წამოყვა კალამი, შეიძლება უმნიშვნელოდ ჩათვალო, მაგრამ ის კალამი კავშირშია იმ კაზინოს ემოციებთან და შენი თვალი რომ ხედავს იმ კალამს, ახსენდება თამაში და თამაშის სურვილი უჩნდება. მთლიანად უნდა გაასუფთავო შენ სირგვლივ ის, რაც გატრიგერებს. და მე რასაც
გიხსნი ამას რომ გააკეთებს, საერთოდ გრამი შრომა არ დაგჭირდება იმისთვის რომ აღარ ითამაშო. აღარ დაგჭირდება წვალება ამაზე, იმიტომ რომ შენ იმიტომ წვალობ, რომ იქ სახში ფიშკა გიდევს, იქ რაღაც კალამი რომელიც გახსენებს ამ ყველაფერს, შენი ტვინი ყველგან ტრიგირდება, იქ მეგობართან დატრიგირდა, თუ რამე გახსენებს კაზინოს და გატრიგერებს კაზინოზე, უნდა გაეცალო და მოიშორო და გაიტანო სახლიდან და ჩამოშორდე. ტრიგერები დათვალე შენს ირგვლივ და გაშიფრე რა გატრიგერებს ამ თამაშთან მიმართებაში. რაც თამაშთან იყო გადაკვეთაში, ყველაფერი მოიშორე და გაეცალე. ერთ-ერთ მარტივ მაგალითსაც მოგიყვანს. შესაძლოა კაზინოდანაც არ იყოს ეს ნივთი, შესაძლოა რაღაც შარფი გეკეთა და თამაშის დროს ამ შარფმა ისე მიიქცია შენი ყურადღება, რომ შარფს უყურებდი და დააპროგრამდა შენი ტვინი, რომ ეს შარფი და ეს კონკრეტული თამაში რაღაც ერთად არის და უკვე ამ შარფს რო უყურებ, თამაში შეიძლება მოგინდეს. მიხვდი, უნდა გააცნობიერო თამაშთან რა ნივთებს და მოვლენებს აქვს კავშირი და ყველაფერს უნდა გაეცალო და მოიშორო. შესაძლოა ეს იყოს თუნდაც სანთებელა, ან რაღაც. ამას უკვე შენ მიხვდები. ამბობ ეს რაღაცას, რომ ფინანსებს გამოვიმუშავებო და თანო კაზინოშიც ხარჯაო, მაგრამო თანო ისეც არ არისო, რომ შენ დღეს იმდენს აგებ, რამდენიც უნდა წააგო იმისთვის, რომ არ გამოფხიზლდე. ნახე, შენ დღეს ის ბნელი არ წაგაგებინებს 2000, 10000 და 20000. ის იმდენს წაგაგებინებს, რომ შენ ეს ვერ იგზნო. ხვალ უფრო მეც წაგაგებინებს, ზეგ უფრო მეც, მაზეგ უფრო მეც, რომ ეს ვერ იგზნო, გადასვლა რომ მოხდეს რბილი, თორე შენ თუ ეხა უცებ წააგე, შემოლაწუნებასავით იქნება ეს შენთვის და მიხვდები, რომ მაგარ ქაქში ხარ. და ამას რო ვერ მიხვდე, ბნელი ნელ-ნელა აკეთებს ამას. ეს იცი როგორ რაღაცას გავს, წარმოიდგინე ქვევრში ხარ. ხედავ რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოხვიდე, მაგრამ გავიდა 1 დღე, 2 დღე, ერთხელ ითამაშე, ორჯერ ითამაშე და ეს ხრელი ყოველ თვე ვიწროვდება 1 სანტიმეტრით. ქვევრში ყოფნა ჩათვალე არის კაზინოში, თამაში და დამოკიდებულება. ქვევრში რო ხარ, ვეღარ ამჩნევ ქვევრის ყელი როგორ ვიწროვდება. უკვე ნორმა ხდება, სხვაობას ვერ ამჩნევ და მე უკვე ისე ვიწროვდება, უკვე გამოსავალი აღარ ჩანს იქედან. ვეღარ გამოდიხარ იქედან. როგორ ტოპავენ დამოკიდებულებებშიც იგივე სიტუაცია. იმდენად რბილად ხდება გადასვლა, რომ შენ ვერ გამოძრი აქედან. კაზინოს სისტემაც ისეა აწყობილი სხვათა შორის. და სხვათა შორის კაზინოს დემონებიც იგივეს აკეთებენ. რატო არის რომ ახალბედა რომ მივა იგებს. ნებისმიერი ახალბედა მიიყვანე კაზინოში და იგებს. კაზინო ამას არ აკეთებს. გესმით? ახალბედები რატო იგებენ? იმიტომ რომ თავიდან აჩვენებს დიდ გამოსასვლელ ხრელს და მე ნენელა უპატარაებს. ზაბა თავიდანვე აჩვენოს ნეგატივი. საერთოდ არ შეყოფს ადამიანი თავს. იგივე პროცესი მიდის. ხო და ამ ეტაპზე შენ ზუსტად იმდენს აგებ, რომ არ შეშინდე და არ გაიქცე კაზინოდან და რომ არ შეეშვა ამას. იმდენს აგებ, რამდენის წაგების საშუალებაც გააქვს. იმიტომ რომ მეტი თუ წააგე, შეეშვები კაზინოს და გამოფხიზდები. ეს დოზა ნენელა იზრდება, როგორც სხვა ყველა დოზა ამ პროცესში. ასევე ამბობ, რომ კარგი იქნებოდაო, რომ სხვა ჰობიც მქონდესო და სხვა რაღაცებსაც ვაკეთებდეო. ალბათ სხვებსაც უთქვამთ, იგივე რჩევები მოუწიეთ, შეიძლება ფსიქოლოგსაც მოგცა იგივე რჩევა, რაც სასაცილოა. იმიტომ რომ სხვა ვერ გექნება. რაღაც ჰობი რო გქონდეს, ამისთვის საჭიროა ენერგია. მაშინ მუშაობისთვის რატომ აქვს ენერგია? მუშაობისთვის იმისთვის გაგ ენერგია, რომ შენ ის ფული თუ არ გამოიმუშავე, კაზინო დამოკიდებულიც აღარ იქნები. ამიტომ ბნელი იმდენ ენერგიას გაძლევს, რომ იმუშაო და მე იქ დახარჯო, იმუშაო და იქ დახარჯო. შენ რომ ენერგია სულ გამოგაცალოს, ვეღარ იმუშავებ და მე იქაც დასახარჯი არ გექნება და გამოჯამრთელდები. ამიტომ იმდენს გახარჯინებს და გაგებინებს და იმდენ წაგებას აკეთებ და იმდენ შედეგს იღებს სამსახურში, ანუ იმდენ ენერგიას გიტოვებს, რომ იმუშაო და თან ხარჯო, იმუშაო და ხარჯო, თან ვიწროვდება ქვევრიდან გამოსასვლელი ყელი და თვითონ ქვევრიც ვიწროვდება და იჭყინტება ადამიანი, სანამ ბოლომდე არ გამოიწურება. ხო და ვინც არ უნდა გირჩიოს, ჰობი რატო არ გაქვს, სხვაო და სხვა გააკეთო, ეს არის აბსურდი. ენერგია ჭირდება რამე ჰობი რო გაიჩინო, სხვა რაღაც რო გააკეთო. არ გაქვს მაგდენი ენერგია. მთელი შენი ენერგია მიდის სამსახური და კაზინო. სამსახური და კაზინო. დრო იმისთვისაც არ გრჩება, რომ სიყვარულში დახარჯო ოჯახის წევრებთან ან სხვა ვინმესთან. ამ ორისთვის გაგტოვებული ენერგია, სამსახური და კაზინო, სამსახური და კაზინო. მაშინ ხა კითხვა დასვი, რა აზრი აქვს ესეთ სიცოცხლეს, ესეთ ფორმატში. ანუ ეს არ არის სიცოცხლე, ეს არის მონობა. ეს უნდა შეცვალო. ამიტომ ყველა დამოკიდებულმა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ის დამოკიდებული არ არის კონკრეტულ მატერიალურ მოვლენასთან. ის დამოკიდებული არის იმ ცრუ პროგრამებთან, რომელიც ჩაუნერგეს გარედან სისტემებმა და ამ სისტემების უკან დგას ბნელი ინტელექტი. ნახე,
ლუდომანია და ნებისმიერი დამოკიდებულება ბნელის მიერ არის აწყობილი როგორც ასანთის ხერებიდან რო ავაწყოთ კონსტრუქცია, აი როგორც ელექტროგადამცემი ბოძებია. და თავზე რო დავამონტაჟოთ ლუდომანია. ყველა მთელ სოფლიოში და ადამიანები და ფსიქოლოგები ცდილობენ ზემოთ რაც დამაგრებულია იმის შერყევას და წაქცევას რაც ძალიან რთულია. შენ სინამდვილეში ლუდომანია კი არ უნდა დაანგრიო. ეს ასანთის კონსტრუქცია რომელიც მაგალითად მოგიყვანე და რაზეც დევს ლუდომანია, ეს საფუძველი უნდა დაანგრიო და ლუდომანია თავისით ჩამოიშლება. საკმარისია რამდენიმე ასანთი გამოიღო ქვემოდან, რომ კონსტრუქცია ჩამოიშალოს და კონსტრუქცია რო ჩამოიშალოს, სწორედ ის ჭეშმარიტებები უნდა გააცნობიერო, რაც ვისაუბრე. სიმართლე შლის ამ კონსტრუქციას, გულწრფელობა საკუთარ თავთან, რეალობასთან, გაცნობიერება რა გატრიგერებს და სხვა ყველაფერი რაც აღწერე, ის შლის კონსტრუქციას საფუძველი უნდა დაშალო. ადამიანები ებრძვიან ფობიებს, ლუდომანიას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას და მის საფუძველს რაზეც დგას ეს, ამას არ ებრძვიან. და ამიტომაცაა ძალიან მძიმე ყველასთვის და მიიღეთ ეს ახალი ცოდნა სამყაროდან და უფლისგან და განახორციელეთ იმ ცოდნაში, რაშიც გეუბნებით. თქვენ უნდა დაამარცხოთ არა ეს ტრაფარეტები, არამედ ამის უკან რაც დგას ძალები და პროგრამები. შენ დღეს მოგეცა ის ცოდნა, რომლის შემდეგადაც უკვე ვეღარ იტყვი, რომ არ გამომივიდა იმის გამო, ამის გამო, იმის გამო. ამ ცოდნის მოსმენის შემდეგ ყველაფერი შენ თავს აწი, რაც მოხდება შენი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ შენ დღეს ისეთი ცოდნა მოგეცა, ვეღარ იტყვი, რომ ვერ ვუმკლავდები, იმის ბრალია. ორჩა შენ დღეს მოგეცა ჭეშმარიტება, შენ ამ ჭეშმარიტებას ან მიიღებ, ან გადააგდებ. და ეს არავის ბრალი არ იქნება, გარდა მართლა ჭეშმარიტი შენისა. რატო იცი? როდესაც ჩვენ ჭეშმარიტება გვეძლევა, ჩვენ უკვე ნამდვილი ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს ბნელი შარევა აღარ არის. ნახე, მე მოვედი შენთან და გითხარი სიმართლე, ჭეშმარიტება. შენ ეს გააცნობიერე, შენ უკვე აღარ ხარ ბნელის манипуляციის ქვეშ. ეს უკვე შენი გადაწყვეტილებაა. რადგან შენ გაიგე სიმართლე და უკვე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ, უკვე ვეღარ იტყვი, რომ ბნელმა გამაკეთებინა ეს, იმან გამაკეთებინა ეს, უკვე ამას შენ გააკეთებ, იცოდე ეს. ამიტომ ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ ცხოვრებაში, ეს უკვე შენი გადაწყვეტილება იქნება გაცნობიერებული. აქამდე თუ გაუცნობიერებელი იყო, უკვე გაცნობიერებული იქნება და შენი პასუხისმგებლობა იქნება. გაიაზრე ჭეშმარიტი და ეს ჭეშმარიტი გაგათავისუფლებს. ეხლა მეუბნები, რომ მე მაგ ხელაძალები შეიძლება არ მქონდეს და რთული იყოსო, შეიძლება ჩემთვის ამ ყველაფერზე გამარჯვება. საკუთარ შესაძლებლობებს აფასებ ამ მდგომარეობით. რატო აფასებ შენ თავის შესაძლებლობებს ან შეუძლებლობებს შენი ამ მდგომარეობით? შენ ახლა არ გაქვს საკმარისი ენერგია ამ კონკრეტულ მომენტში იმისთვის რომ საღაც შეაფასო შენი თავი. რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია. და ერთი რაღაც იცოდე, ამ მდგომარეობაში იმიტომ ხარ, რომ დიდი ძალები გაქვს, ამიტომაც ჩაგაგდეს ამ მდგომარეობაში. შენ რომ ძალები არ გქონოდა, არავის არ ჭირდება, არც შენი სტრესი ამ სამყაროში, არც შენი ნეგატივი არაფერი. ძალები რო გაქვს, ამიტომ ხარ ამ მდგომარეობაში. ამიტომ შენ რომ შენი ამ უენერგიო მდგომარეობიდან აფასებ საკუთარ თავს და თან გაუცნობიერებელი მდგომარეობიდან რა შეგიძლია და რა არა, ეს უკვე შეცდომაა. შენ არ იცი რა შეგიძლია და რა არა. ვერ შეაფასებ შენ ამ მდგომარეობით რა შეგიძლია და რა არა. სანამ არ განახორციელებ და როგორც კი განახორციელებ, შენ აუცილებლად გაიმარჯვებ. რატო? იმიტომ რომ გარანტირებულად გეუბნებით ყველას, ვისაც სტრესები გაქვთ, ვინც დამოკიდებულებები ხართ, ვინც კაზინო იქნება თუ სხვა რაღაც, თქვენზე უფასოდ ენერგიას არც ერთი ბნელი არ დახარჯავს, პოტენციალში ძალა რო არ გქონდეთ. გააცნობიერეთ ეს. ყველას ძალები გაქვთ. უბრალოდ ამ დასუსტებული მდგომარეობიდან ვერ წარმოგიდგენიათ ის ფაქტი, რომ ძალები გაქვთ და აფასებთ მდგომარეობას. არასწორად ამიტომ. აქედან გამომდინარე, შეეშვით სიტუაციის შეფასებას და იმოქმედეთ უბრალოდ. იმოქმედეთ თქვენი თავის გადარჩენისთვის. იმოქმედეთ ოჯახის წევრების გაბედნიერებისთვის და იმოქმედეთ საყვარელი ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენ გამო დიდ სტრესში არიან, დიდ უბედურებაში არიან. იმოქმედეთ არა მარტო თქვენი თავისთვის, არამედ გარემო ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენი სიყვარულის გამო იტანჯებიან, თქვენ რომ უყვარხართ, იმიტომ იტანჯებიან. ასევე გააცნობიერეთ ერთი შანსის ფაქტორი. სამყარო ყოველთვის არ გიგზავნით შანსს. მაგალითად, დღეს თქვენ ეს ცოდნა მოისმინეთ და შეიძლება ჩათო რომ იცი რა ხვალ მე ვიღაც უკეთესად მეტყვის და იქნებ უკეთესად არ გითხრას სხვამ. იქნებ ეს ის შანსია, რომელიც შენ გამოგიგზავნა ჩემი ნათქვამის სახით სამყარო და ეს იქნებ ჩემი ნათქვამიც არ იყოს და არც ჩემი ცოდნა, არამედ სამყაროს. ნახე, სამყაროს აქვს ესეთი პრინციპი. ერთ-ერთ ანეკდოტს მოვყვები, რომელიც ამ რეალობასთან კავშირშია, რასაც ეხლა ვამბობ. კაცი იხშობა
მორწმუნე კაცი არის და უფალო დამეხმარე გადამარჩინეუნება ჩამოივლიეს ერთი გემი და არა მიყვანოთ რატო ღმერთი გადამარჩეს ღმერთიო ვერ ამოიყვანეს ეს კაცი წყლიდან და მოკლედ წავიდა ერთი გემი მოვიდა მეორე თან მაქამდე სანამ მეორე მოვიდა და ილოცებოდა გამწარებული მოვიდა მეორე გაუშვებს მესამე გემს გაუშვებს და დაიხსჯობა და ბოლოს როგორ დაიცლება ღმერთს ეუბნება კი მაგრამ უფალო ამდენი შენი რწმენა მქონდა ამდენი ვილოცე ამდენი ვაკეთე და ღმერთი პასუხობს სამი გემი გამოგიგზავნე და მეტი რა მექნაო და ეს ანეკდოტია სამი გემი თორე ცხოვრებაში ერთი გემი მოდის ჭეშმარიტი რომელზეც უნდა დაჯდე ამიტომ მოისმინე ეს ცოდნა რასაც გეუბნები და მოქმედებაში მოიყვანე უდაოდ გამოგივა ყველაფერი შენ ამას შეძლებ ყველას უფალი გფარავდეთ თქვენს გასავლელ გზაზე